თქვენ საკმაოდ ხანგრძლივი კარიერა გაქვთ. 18 წლის განმავლობაში იკავებდით პროკურორის თანამდებობას. 2021 წელს მოლდოვას გენერალური პროკურორის პოსტზეც კი იყავით წარდგენილი. პროკურორობის დროს თქვენი ძირითადი მიმართულება კორუფციასთან ბრძოლა იყო. ინგლისურად ვსაუბრობ, რადგან ასე უფრო მარტივი გასაგები იქნება ყველასთვის. შეგიძლიათ გითხრათ თუ რა ხდება და როგორი მდგომარეობაა მოლდოვას სამართლებრივ სისტემაში. გულისხმობ იმას, რაც საჯაროდ არ ჩანს. მინდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გითხრათ. არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელ საზოგადოებას. მე 18 წლის განმავლობაში ვიკავებდი პროკურორის თანამდებობას. სამსახურში ყოფნის ბოლო წელს კი განსაკუთრებით აქტიურად მოღვაწეობდი ანტიკორუფციული მიმართულებით. ამ დროის განმავლობაში მე ვიძიებდი იმ ცალკეული მინისტრებისა და მოსამართლეების საქმეებს, რომელსაც ბრალი ედებოდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის ცალსახად ყველაზე დიდი პრობლემაა. სიხარიბეც სწორედ თანამდებობის პირების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შედეგია, თუმცა მოდი განვიხილოთ თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესები ჩემი პროკურორობის დროს, როდესაც მე ანტიკორუფციული მიმართულებით მუშაობდი. როდესაც მე სისხლის სამართლის საქმეაგვზარი რესპუბლიკის პრეზიდენტის მაია სანდუს წინააღმდეგ, საინფორმაციო და უსაფრთხოების სააგენტოს წინაშე, ასევე ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის მეშვეობით, ისინი შეეცადნენ ყალბი დოკუმენტაციის საშუალებით რეჟიმისადმი არაერთგული მოსამართლეები და პროკურორები მათდამი ლოიალური პირები ჩაენაცვლებინათ. მაშინვე დაიწყო ჩემი სამართლებრივი დევნაც და მივხვდი, რომ სინამდვილეში ანტიკორუფციული ცენტრის საქმიანობა პირიქით კორუფციული ხასიათის იყო. მოლდოვას სამართლებრივი სისტემა არ მოქმედებს მათზე, ვისაც ახლა ძალაუფლება აქვს. ის ორგანო ეხმარება რეჟიმს შეინარჩუნოს ხელისუფლება და აქტიურ მონიტორინგს უწევენ მოქალაქეებს, რათა არასასურველი სიმართლე არ თქვან. მოლდოვაში ყველა პროკურორი თუ მოსამართლე მხოლოდ ძალაუფლებაში მყოფ პირებს ემსახურებიან. სამართლებრივი სისტემა აღარ არის ფუნქციური. არსებული სამართლებრივი სისტემა ქმედებისა და სოლიდარობის პარტიისთვის, ისევე როგორც პრეზიდენტი სანდუსთვის, დამცავი ფარის როლს ასრულებს. თუ თქვენ ჩვენს ქვეყანაში ჩამოხვალთ და ადგილობრივ ხალხს გამოგკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ მათი სამართლებრივი საქმეები შესაძლოა 10 წლის შემდეგ იყოს ჩანიშნული. რეფორმების შემდეგ მოქალაქეთა 50%-ზე მეც დევნიან სამართლებრივად. პოლიციელები, პროკურორის ოფისი და მოსამართლეები. აღსანიშნავია, რომ კორუფციაც 20%-ით არის გაზრდილი. ეს ჩემი სიტყვები არ არის. ასევე გაზრდილია კონტრაბანდისა და ნარკოტრაფიკინგის მაჩვენებელიც. ასე რომ ისმის კითხვა, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სამართლებრივი სისტემა ემსახურება ძალაუფლებაში მყოფთ. ნაცვლად მოლდოვას ჩვეულებრივი მოქალაქეებისა. სახელმწიფოს გადაუდებელი რეფორმები სჭირდება, რადგან ჩვენ მოლდოველები არა მხოლოდ ღარიბები ვართ, არამედ სამართლებრივად გვდევნიან კიდეც. არსებითად მთელი ეს სისტემა ემსახურება და იცავს ქმედებისა და სოლიდარობის პარტიის ინტერესებს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.